მარჯობა. დღეს მოგიყვებით ჩემი ინდოეთში მოგზაურობის საოცარ ამბავს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ინდოეთში მოგზაურობა უკვე ძალიან დიდი ხანია მინდოდა, მას შემდეგ რაც იოგა შევიყვარე და ინდურ ფილოსოფიას გავეცანი, მივხვდი რომ ინდოეთი უკვე მეძახდა. და ყოველთვის ვამბობდი, რომ ინდოეთისთვის უნდა იყო მზად, რომ გაეცნო და მივხვდე მის ფასტკო და სულ ასე აღმოჩნდა. ერთ დღეს ჩემმა ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელმა ალექსანდრემ მოიწერა ჯგუფში, რომ იგეგმებოდა ინდოეთში მოგზაურობა. მეც რა თქმა უნდა ახთოვანდი ამ იდეით, თუმცა არ ვიცი რატომ გამომრჩა რეგისტრაცია და რიტრიტში მონაწილეობა ვერ მივიღე. თუმცა იყო მეორე გეგმაც რიტრიტის შემდეგ უნდა მოგვენახულებინა ორი ქალაქი. გეგმა ასეთი იყო, რომ ჯერ ჩავიდოდით ქალაქ პრაიაგრაჯში, სადაც იმართებოდა ფესტივალი სახელწოდებით მაჰაკუმბ მელა, რომელიც 154 წლის წინ 1891 წელს ჩატარდა. სახელწოდება სანსკრიტულ ენაზე ნიშნავს ქოთანს ან ჭურჭელს, რაც დაკავშირებულია მითოლოგიურ ამბავთან, რომელშიც ღმერთებმა და დემონებმა ამრიტი, ანუ უკვდავების ნექტარი მოიპოვეს. ხოლო მელა არის შეკრების ადგილს ამ ფესტივალს ნიშნავს სანსკრიტულად. ეს ფესტივალი ჩაითვალა ყველაზე დიდ ადამიანების შეკრების ადგილას, რაც კი მსოფლიოში ყოფილა. საინტერესოა ეს ფესტივალი იმით, რომ განგის, იამუნას, მითიურის, სარასვატის მდინარეების შერწყმის ადგილას განბანვა ითვლება ყველა კარმის დაწვად და ამისგან გათავისუფლებად. ამ ადგილას იკრიბება ძალიან ბევრი მლოცველი, მორწმუნე, სათჰუსა და სულიერი ლიდერი. თქვენ ახლა ხედავთ კადრებს ფესტივალიდან და ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის მოკლედ ამ ფესტივალზე მოხვედრა. ამას კიდევ რაღაც გარკვეული ასტროლოგიური ახსნა აქვს. ჩემთვის საინტერესო იყო თვითონ ფესტივალზე მიმდინარე მოვლენები, რაც ხდებოდა და ამისი მომსწრე მინდოდა რომ ყოფილიყავი და ამ ყველაფერთვის მეყურებინა და აგრეთვე ძალიან საინტერესო იყო რამდენიმე მილიონი ადამიანის, ათეულობით მილიონი ადამიანის ერთად შეკრების დროს მედიტაციით შექმნილი ველის და იგავური მდგომარეობის შეგრძნება. თქვენ ხედავთ კადრებში შიშველ ადამიანებს და მათზე მოგიყვებით ორიო სიტყვას. ესენი არიან სათჰუები არიან სულიერი ასკეტები, რომლებიც მატერიალურ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და მთლიანად მედიტაციას, სულიერ პრაქტიკებს და ღმერთთან კავშირს უძღვნიან თავიანთ ცხოვრებას. განსაკუთრებით საინტერესოა საგასათჰუები, რომლებიც გამოირჩევიან ამ ფესტივალზე და იყვნენ ფაქტობრივად წამყვან ფიგურებად. ისინი იყვნენ პირველები, რომელთაც უფლება ჰქონდათ, რომ შესულიყვნენ მდინარეში ამ განბანვის ცერემონიას ისინი ხსნიდნენ. მათ ტანსაცმელი არ აცვიათ, ძირითადად შიშულად დადიან, იმიტომ რომ ამით უარს ამბობენ აბსოლუტურად ყველანაირ მატერიალურ ღირებულებაზე თუ შეზღუდვაზე. აქვთ გრძელი თმა და ტანი აქვთ ნაცრისფრად შეფერილი. ეს შეფერილობა, ანუ რითაც იფერებიან, არის ნაცარი, წმინდა ნაცარს ეძახიან, მას ქვია ბრაჰსმა. ეს სიმბოლოა მათთვის იმისი, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ნაცრად იქცევა. სასულიერო მეომრებს ეძახიან, კაცრი ასკეტიზმით გამოირჩევიან ისინი წლების განმავლობაში, ცხოვრობენ შიშვლად, სიცივე იქნება სიცხე არ აქვს ამას მნიშვნელობა და აქვთ ყველანაირი გაძლების და ატანის უნარი. იდეა, რომ ასეთი ტიპის ფესტივალზე მოხვედრილიყავი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, თუმცა გზადაგზა ენთუზიაზმთან ერთად ჩდებოდა ინფორმაციები, რომ მაგალითად 29 იანვარს 30 მილიონი მლოცველი შეიკრიბა ამ კონკრეტულ ადგილას, ამ ქალაქში და მოხდა სამწუხაროდ ისე, რომ 12 ადამიანი დაიღუპა ჭყლეტვაში და 30 დაშავდა. ეს ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა არის ინფორმაცია, რომ უფრო მეტი დაშავებული არის, რაც ძალიან სამწუხაროა. მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ იქ ჭყლეტვაში ადამიანები დაიხოსდნენ, რა თქმა უნდა გადავიფიქრეთ. გეგმაში მხოლოდ ქალაქი რიშიკეში იყო, რომელზეც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით და პრინციპში იქ მოხდა ყველაფერი ძალიან საინტერესო. მე მივფრინავდი ერთ-ერთ არაჩვეულებრივ გოგონასთან ერთად, რომელსაც მაიკო ქვია და მე და მაიკო მოვიფიქრეთ, რომ ერთი დღე დავრჩენილიყავით დელიში 24 საათი, იმიტომ რომ დელის ნახვა გვინდოდა და ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის. ახლა არის 12-ის ნახევარი და ჩვენ ვართ თბილისის აეროპორტში და მივფრინავთ ინდოეთში.
დაახლოებით ფრენა იყო 5 საათამდე. ერთი საინტერესო ამბავი ინდოეთზე არის ის, რომ ფაქტობრივად ყველაფერზე ვაჭრობა შეგიძლიათ, მათ შორის ვალუტის კურსზეც ჩვენ აეროპორტში გადავახურდავთ თანხა და რაც უფრო მეც სახურდავთ, მით უფრო კარგ კურსს გაძლევენ, მაგრამ ამაზეც ძალიან მარტივად შეგიძლია რომ ევაჭრო და მოაცემი და შენთვის საინტერესო კურსი. სასტუმრო რა თქმა უნდა booking.com-ზე დავჯავშნათ და ავარჩიეთ სპეციალურად აეროპორტთან ახლოს, იმიტომ რომ მეორე დღეს დილით ქონდა ფრენა. აეროპორტიდან გამოვედით და იქვე გავაჩერეთ ტაქსი, ჩავსხედით, მისამართი ვანახეთ Google Maps-ში და წავიდა მისამართზე ტაქსი. Sorry? Address. What? Address? Address? Okay. გზაში რა თქმა უნდა გაუგებრობა იყო, იმიტომ რომ მან ინგლისური არ იცოდა და ჩვენ ინდური არ ვიცოდეთ. თუმცა მივედით მისამართზე და აღმოჩნდა რომ მითითებულ მისამართზე, რომელიც booking-ზე ამ სასტუმროს ჰქონდა, ეს სასტუმრო საერთოდ არ მდებარეობდა. ჩვენ რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ისევ აეროპორტში დავრუნებულიყავით, მივწერეთ იქიდან სასტუმროს და სასტუმრომ კარგ ხნის შემდეგ გვიპასუხა და სხვა მისამართით ჩაგვიდა. შეხედავთ კიდევ ერთხელ ტაქსში, იმიტომ რომ სხვა სასტუმროში მივედით. და ეხლა ვცდილობთ რომ ვიპოვოთ ის სასტუმრო, რომელიც სიდიაში აეროპორტში ავიღეთ სპეციალურად, იმიტომ რომ ხალხდელით გვაქვს ფრენა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ მივაგნებთ და რადგან არ გადაგვიხდია თანხა, მაგიდან გამომდინარე შეიძლება ისევ მოbrunდეთ აქეთ და სხვა სასტუმროში შევიდეთ. და ეს ნამდვილი თავგადასავალია უკვე შეგვიძლია ვთქვა. დიახ. ნახოთ რა იქნება. პირველი შევეშტიება ინდოეთზე, მე ინდოელები თვითონ ძალიან მიყვარს და საყვარლები არიან, თუმცა ძალიან სიბინძურია კი. მოკლედ მივედით უკვე ახალ მისამართზე და აღმოჩნდა რომ სასტუმროს სახელი სულ სხვა იყო და არა ის, რაც მას booking-ზე ეწერა. შევედით ოთახში და ესეც უნდა აღნიშნო, რომ ოთახი რაც ფოტოებზე იყო მოცემული, სულ სხვა დაგვხვდა რეალობაში. უხერხული იქნება რომ ეს ნომერი გაჩვენოთ და მაგადრებს. გამოვიტანეთ ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ რაც სურათებში იყო ის არ დაგვხვდა. და რა დაგვხვდა? ამან ჩემი და მაიკოს ხასიათზე არ იმოქმედა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი სურათი დაგვხვდა ნომერში და გავედით დელიში. რას ნიშნავს თურმე ქსელის სუნი მეგობრებო, ეხლა მივხვდი ამ ყველაფერს. ძალიან მძაფრია რა. აქ მოდი ერთი გადმოდი. აქ და ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო რომ მოხვედრილიყავი ძალიან ცნობილ დელის ბაზარში. ყველაზე საშიში ბაზრობაზე მან ჩუქეს ვარდი.
და მივადგეთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეჩეთს. ერთი რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ მე მსგავსი გაჭირვება რაც დელიში ვნახე რაღაც კონკრეტულ ქუჩებში ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი, რომ და დავინახეთ შორიდან რაღაც ტაძარი წითელი, რომელიც ძალიან ლამაზი იყო. მივუახლოვდით და აღმოჩნდა, რომ ეს ტაძარი იყო შრი დიგამბარ ჯაინ ლალ ნადირ, ესე ქვია, ანუ უძველესი ჯაინური ტაძარი დელიში. საერთოდ ინდოეთში სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ტაძარში, როდესაც ეძახიან, აბსოლუტურად ყველგანი ხდი ფეხზე. ფეხსაცმლით იქ არავინ არსად არ შეკიშო. ამ ტაძარში საინტერესო ის იყო, რომ არა მხოლოდ ფეხზე გაგვახტევინეს, არამედ ხელების და ფეხების დაგვაბანინეს სანამ შევიდოდეს ტაძარში. Just what is water? No worries. If they are clean already, this what is the water? Good one. ჯაინიზმი ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელიც ინდოეთში მე-6 საუკუნეში ჩამოყალიბდა. მისი პრინციპები არის არაძალადობრივი. მათ აქვთ 3 პრინციპი, როგორც თქვი, აჰიმსა, არაძალადობრივი, ანუ არ უნდა ავნო არც ერთ ადამიანს, არც ცხოველს, არც მცენარეს და არც ბაქტერიას. საინტერესო არის, რომ ზოგიერთი ბერი, რომელიც ამ რელიგიას მისდევს, ნაჭრით იფარავს სახეს იმისთვის, რომ არ ჩაიყლაპოს თუნდაც მწერი, წარმოიდგინეთ. მეორე პრინციპი არის სათია, ანუ სიმართლის თქმა, ტყუილი განიხილება, როგორც კარმული დაბინძურების წყარო, ამიტომ ისინი არ იტყუებიან. ასტეა, ქურდობისა და მიტაცებისგან თავის შეკავება, აკრძალული აბსოლუტურად ყველანაირი სხვის საკურთხევის აღება, ბრაჰმაჩარია, სექსუალური თავშეკავება. अष्टम तीर्थंकर घाति छयंकर चंद्र प्रभु सम हितकार मैं पूजूं ध्याऊं जिनको ध्याऊं Tell me what you have said. Okay, what I said to him was, Lord, everybody bows down his head to you. You are the most caring, most oblivious. You are the omnipotent and the omnipresent Lord, and you are so kind and caring that every soul that comes into your contact or sees you or feels you is actually thinks that the soul thinks that they should also become like you. No. Yes. Jainism also teaches how to die. It teaches how to die Yes, how to die. and how to die. How do you want to die? Do you want to get? Do you? Ma'am, I'm sorry, but can I ask your name? Yeah, sure. Gwansa. Gwen. Gwansa. Mansa. Yes. Nice name. Yes, Thank actually. you. Okay, so Van, should I call you Van? Would it be? Yeah, sure. So, our sweet Van here lived her life, and nobody. Just imagine, sweet Van lived her life, a life full of gratitude, life full of helping others, Yes. life full of rejoicing themselves their every moment, because they don't even know what certainty is. How can you be certain that the next breath you can take is, are you going to exhale it? უნიკალური ამ ტაძარს აქვს ის, რომ მათ აქვს ფრინველთა ჰოსპიტალი, რომელიც 1956 წელს ჩამოყალიბდა და იგი ემსახურება დაჭრილი და დაავადებული ფრინველების განკურნებას და მე ისინი უშვებენ განკურნებულ ფრინველებს ბუნებაში. ამ დელის ჯაინურ ტაძარში არის ესეთი ადინათის ქანდაკება. ადინათი იყო ერთ-ერთი მათი ბრძენი, ვინც პრინციპში შექმნა ეს რელიგია და ამბობენ, რომ ეს ქანდაკება ჰაერში ლევიტირებს, ანუ არაფერზე არ დგას,
მის კადრებს ახლა ხედავთ, არაფერზე არ დგას და ჩამოკიდებული არ არის, უბრალოდ ის გარკვეული ძალების მეშვეობით ლევიტირებს. გამოვიძახეთ ტაქსი, ტაქსის მძღოლი გამოგველაპარაკა გზაში, აინტერესებდა სადან მოვდივართ, ვინ ვართ, რა ქვეყნიდან ვართ, რატო ვართ აქ. მოვუყევით რომ მედიტირებდით ტრანსცენდენტულ მედიტაციას და მან გითხრა რომ მას ყავს გურუ, რომელსაც მისდევს და თავის გურუზე მოგვიყვა რაღაცები და ასევე გვაჩვენა მუსიკალური კლიპი მისი გურუს მიერ შესრულებული. ზეგი არის დილის 7-ის 20 წუთი და მივდივართ აეროპორტში. მივდივართ რიშიკეში. ეხლა არის აბსოლუტური სიბნელე. ქალაქი უკვე ამოძრავებულია, ძალიან შრომელი ხალხი ყოფილა ინდოანე. მე ნახოთ კიდევ რამე აგვერევა თუ არა აეროპორტში. ხამე ქონდა ფანტასტიკური. ძალიან კარგად გვეძინა ორივეს. ფაქტობრივად ეხლა ხედავთ როგორც გვეძინა. ანუ ჩაცმულებს გვეძინა, იმიტომ რომ ვერ დავიფარეთ ის საბანი, რომელიც იყო ოთახში მოცემული. რატო ვერ დავიფარეთ? იმიტომ, მოდი ეს სიტყვა ვაკმარო. ვერ აგიხწერთ იმას, რაც ჩვენი ვნახეთ. ჩემი ორგანიზმი. იო. რიშიკეში არის ინდოეთის იოგის და სულიერების დედაქალაქი, ესე ეძახიან. ცნობილია ზუსტად ამით, მდებარეობს ჰიმალაის ძირში, განგის წმინდა მდინარის ნაპირზე, უტარაქანდის შტატში. ამ ქალაქს ეძახიან მსოფლიო იოგის დედაქალაქს, რადგან ის ცნობილია იოგის და მედიტაციის ცენტრებით, სულიერი აშრამებით და აურა და ატმოსფერო ამ ქალაქში ნამდვილად ასეთია. განგის წყლები განსაკუთრებით წმინდად მიიჩნევა ამ ქალაქში. ითვლება რომ რიშიკეში ლოცვას და მედიტაციას განსაკუთრებული ძალა აქვს და მე ამას ნამდვილად ვადასტურებ რომ ასეა. რიშიკეშის სახელი მოდის სანსკრიტული სიტყვიდან რიშიკეშ, რაც ნიშნავს რიშების, ანუ ძენების თმებს. ამბობენ რომ ტერიტორიაზე რიშებმა 100 წლეულების განმავლობაში იმედიტირეს და ამის გამო არის ეს ქალაქი დამოხტული სულიერი ენერგიით. Is there different if I hold it on the left hand or right hand? ერთ-ერთი ცერემონიალს, რომელსაც დავესწარეთ, ქვია განგა არტი. ეს არის ცერემონია, სადაც განგის მდინარეში ყვავილებს უშვებენ. ინდუისტური საღამოს რიტუალი, რომელიც განგის მდინარისთვის საპატივცემულოდ მიმდინარეობს, ნიშნად სრულდება. ეს ცერემონიალი განსაკუთრებით დიდებულია რიშიკეში, სადაც მორწმუნეები მდინარეში ყვავილებისგან და სანთლებისგან შექმნილ მსხვერპლს შესაწირავს უშვებენ. ანუ მსხვერპლის შეწირვა ნიშნავს ყვავილების და სანთლების გაშვებას მდინარეში. მზის ჩასვლა
ბოლომდე. მლოცველები მდინარის პირაში დებიან და სულიერი სიმშვიდისთვის გალობენ მანტრებს. თვითონ ცეცხლი მათ სიმბოლიკაში არის განწმენდის სიმბოლო, ყვავილები არის მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატულება, შუქი არის სიბნელის განდევნა. თქვენი ემოციები თუ შეიძლება გაგვიზიაროთ? კაია? ძალიან კაია. თან მაგარითო ჩვენი აჭამია, ხო? მამა მე მომაყენა. დორბლია ხო? რამინა რა. ხო არ ვიცი. მეორე დღეს მივიდოდით რიშიკეშის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ აშრამში, ბიტლზების აშრამს, რომელსაც ეძახიან. აი ეს მედიტაციაა, ხო? და ზემოთ ქვემოთ ტუალეტი. არა, საცხოვრებელი. ქვემოთ ცხოვრ. რამდენია? თითო რა. ორი საყურლებია. ოქის გადაღება მინდა, თამაში მესარები იმიტომ რომ 1967 წელს ბიტლზები მაჰარიში მაჰეშ იოგის ლექციას ლონდონში დაესწრენ. მოხიბლულები დარჩნენ ტრანსცენდენტული მედიტაციის იდეით. ეს ტექნიკა, ტრანსცენდენტული მედიტაციის ტექნიკა ადამიანს სტრესისგან ათავისუფლებს და ამის ხარჯზე ადამიანს ეძდება კრეატივი. ბიტლზებს ეს იდეა ძალიან მოეწონათ და გადაწყვიტეს 4-ვე წევრმა, რომ გაიგოთ ეს პრაქტიკა უკეთ და 1968 წლის თებერვალში გაემგზავრნენ რიშიკეში, მაჰარიშის აშრამში, რომლის კადრებსაც ახლა თქვენ ხედავთ. სხვათა შორის ბიტლზებმა აქ ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტი სიმღერა დაწერეს, რაც კი მათ ისტორიაში გაუკეთებიათ მოკლე პერიოდში და აქ შექმნა ძალიან ბევრი ცნობილი სიმღერა და ასევე ძალიან ცნობილი The White, ანუ თეთრი ალბომი. იყო დარბაზი აი ეს არის სამედიტაციო, ხო? Let it be. აჰა. Let it be, let it be, let it be. მასწავლებლობთან ერთად იყავე, თუ მასწავლებელთან. აი შენ ხარი რომ მოგიყვება. მეორე დღეს წავედით რიშიკეშის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტაძარში, შივას ტაძარში. ეს ტაძარი გამოირჩევა მისი არქიტექტურით. სულ 13 სართულიანია. თითოეულ სართულზე განთავსებულია სხვადასხვა ღვთაებრივი ქანდაკებები, მათ შორის შივა, ვიშნუ, რამა, კრიშნა, დურგა და სხვა. ტაძარში შესვლისთანავე მქონდა საოცარი დეჟავიუ, იმდენად საოცარი რომ და იმდენად ძლიერი რომ მომდიოდა ცრემლები, თუმცა ვერაფრით ვერ ხვდებოდი ეს ცრემლები რისი ბრალი იყო. ავდიოდი სართულებზე და ეს დეჟავიუ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. როდესაც ავედით ბოლო სართულზე იმართებოდა პუჯა. პუჯა ეს არის ინდუისტური თაყვანისცემის რიტუალი, რომელიც ღმერთებისადმი პატივისცემის გამოსახატად სრულდება. ეს ინდუიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყოველთაო რელიგიური პრაქტიკაა, რომელიც შეიძლება შესრულდეს ტაძარში, სახლში, მოკლედ როგორც მოესურვება სხვადასხვა ტიპის პუჯები არსებობს. დავსხედეთ ჩვენს ამ ცერემონიალის შესაგრძნობლად.
როდესაც დავჯექი და გადავწყვიტე, რომ შემდეგ ადამიანისთვის გადამეღო ვიდეო, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი სიზმრის ახდენა იყო. ანუ ის სცენა, რომელიც ხდებოდა ჩემს თვალწინ, დაახლოებით 1 წლის წინ ნანახი მაქვს სიზმარში. თუმცა მაშინ მახსოვს სიზმარში, რომ ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო, საერთოდ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ვინები იყვნენ, არავის არ ვიცნობდი, ჩემთვის უცხო გარემო იყო და სიზმარი უბრალოდ ესე იმდენად უცხო იყო ეს ყველაფერი, რომ დარჩა სიზმრად. თუმცა იქ, როდესაც დავჯექი, ყველაფერი თვალწინ დამიდგა და მივხვდი, რატომ მქონდა ალბათ დეჟავიუ, არ ვიცი, ზუსტად ამისი ახსნა არ მაქვს, მაგრამ არც იმისი ახსნა არ მაქვს, რანაირად ვნახე 1 წლის წინ ეს ყველაფერი. ეს დღე პრინციპში სასწაულებით გრძელდებოდა. ტაძრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გვებანავა განგში. როგორც გითხარით, განგში ბანაობა კარმის გათავისუფლებად ითვლება, თუმცა სიმართლე რო გითხრათ, მე იქ არაფერი არ მიგწვნია, გარდა იმისა, რომ წყალში ვიბანავე, მდინარეში. შემდეგ ძალიან მომინდა სეირნობა. გავიკეთე ყურსასმენები და გავუდექი გზას, რომ მივდიოდი ვგრძნობდი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ფეხს რომ არ დგავ მიწაზე და რაღაცნაირად ჰაერში რომ მიაბიჯებ, აი ესეთი ბედნიერება მქონდა, თან მზე მანათებდა, სითბო იყო და ძალიან კარგად ვიყავი, არ ვიცი ეს იმ სიზმრის გახსენების ბრალი იყო თუ ყველაფრის ერთად, მაგრამ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. ამ პერიოდში, როდესაც მივდიოდი გზაზე, დავინახე ბაბა ჩასმული ნარინჯისფერ ტანსაცმელში. დიდად ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მივხვდი, რომ მიღიმოდა. მეც გავუღიმე და დალაპარაკებას სცადა ყურსასმენი მოვიხსენი და ვკითხე, რომ უკაცრავად თქო და მან მითხრა, რომ ბოდიში რომ შეგაწყვეტინე მუსიკის მოსმენასა და გავაგრძელეთ გზა. და ხედავ ისევ ამ ადამიანს, რომელიც ცოტა ხნის წინ შემხვდა. გზაში ამჯერად უკვე გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, დავიწყეთ ლაპარაკი, მან მკითხა აქ რა მინდოდა, მე ვკითხე როგორ ცხოვრობდა, საიდან აქვს ფული რომ იცხოვროს თუ ასეთი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობს. მან ესე გამიკეთა, ცისკენ გაიშვირა ხელები და მითხრა რომ მე ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, რაც მომესურვება, ისიც ყველაფერი მექნება. მეთქი რაღაც ხდება. მაინტერესებდა რა უნარებს ფლობდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ბრაჰმებს, ბაბებს გარკვეული საინტერესო ცოდნა აქვთ. მან მითხრა რომ ვედური ცოდნა აქვს, იცის სანსკრიტი ენა და დამწერლობა, ფლობს იოგას, ასტროლოგიას და ხელის გულზე ბრჭყალებში მკითხაობას. ქირომანტიას ესე ეძახიან. ქირომანტია არის ოკულტური, ფსევდომეცნიერული პრაქტიკა, რომელიც მოიცავს ხელის ზოლების და ფორმების ანალიზს და ადამიანის პიროვნების, ცხოვრების, ბილიკის და მომავლის განსაზღვრას. ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი ამიხსნა, რომ მოკლედ ხელის გულზე გვაქვს 3 ხაზი, ცხოვრების ხაზი, გონების ხაზი და გულის ხაზი. ეს რომ მითხრა, მეც მოდი ვცადო თქო ვიფიქრე. რატომაც არა თქო, თან ნახევრად რომ გჯერა და ნახევრად რომ არ გჯერა, ზუსტად ასეთი განწყობით. თან მკითხე რომ ამ ყველაფერს თუ გააკეთებ და მე ფული უნდა მემეც, ანუ ამისანაც უოდ გააკეთებ და მან მითხრა რომ ეგ ჩემი სურვილია, თუ მინდა მივცემ, თუ არ მინდა არ მივცემ. არ ვიცი, მეგობრებო, მაგრამ ყველაფერი რაც მე მან მითხრა,
ყველაფერი მითხრა ერთი ერთში, რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე საერთოდ ხმა არ გამიცია, ანუ მე ცოტა სკეპტიკურად მივდექი და აი კითხვებთან რომ მიდიან და ისინი კითხვები რომ ალაპარაკებენ ამ ადამიანებს და ვითომ კითხვები ეუბნებიან ყველაფერს, ესე არ მინდა რომ იყოს თქო და მოკლედ არაფერი არ ვუთხარი, მაგრამ შენ გადიხარ ისეთ ეტაპს, როდესაც შენი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალაო, შენ სოციუმში გამოჩდი სულ სხვა სახითო, ეს ყველაფერი დაიწყო დაახლოებითო 1 წლის წინ და სულად ემთხვევა, როდესაც მე პოდკასტი გავაკეთე. ყველაფერს ვერ მოგიყვებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრი რამე ძალიან ინტიმურია, მაგრამ დამინჯერეთ, რომ ზუსტად ყველაფერი მითხრა, არ ვიცი საიდან და როგორ, მაგრამ ის მითხრა, რაც მე იმ მომენტში ჩემ ცხოვრებაში ხდებოდა. მან მითხრა ესეთი რაღაც, რომ სიყვარული ხო იცი რო შენ ხარო. კონკრეტულ ადამიანში, როდესაც გადაგაქო სიყვარულიო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თავს ხედავ იმ კონკრეტულ ადამიანში. და ესეთი რაღაც მითხრა, რომ თუ შენ საკუთარ თავს გაიგებ შენ სხეულთანო, აუცილებლად ყველაფერი შენზე ზემოქმედებას მოახდენს. გეწყინება, გაბრაზდები, გაღიზიანდები, გარშემო ძალიან ბევრი სტრეს ფაქტორი გექნება, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი სხეული არ ხარ. გაუგნებული ვიყავი ამ საუბრით, რანაირად მელაპარაკა ის ყველაფერი, რაც მე იმ მომენტში ძალიან მჭირდებოდა, არ ვიცი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს კონკრეტული დღე ერთ-ერთი ჩემს ინდოეთში მოგზაურობის სასწაული ამბავია. მეორე დღეს რომ გავიღვიძე, ძალიან ცუდად ვიყავი. გულწრფელად რომ თქვა. არანაირი სიმპტომი არ მქონდა, არც გაციება, არც სიცხე, არაფერი საერთოდ. თუმცა ძალიან ცუდად გრძნობდი თავს, არანაირი ენერგია არ მქონდა, საერთოდ ნულზე იყო დასული. თუმცა რა თქმა უნდა, სახლში დასასტუმროში არ დავრჩებოდი და შემდეგ ქალაქში, რომელშიც მივდიოდით, იყო დევპრაიაგი. დევპრაიაგი არის ცნობილი პატარა ქალაქი ინდოეთში, რიშიკეშთან ახლოს არის და ეს ქალაქი არის ცნობილი იმითი, რომ ორი მდინარე ბაღიათი და ალაკნანდა უერთდებიან ერთმანეთს და ქმნიან განგს. ეს ადგილი განსაკუთრებულად წმინდა ადგილად ითვლება მათთვის, არ ვიცი რამდენი ადამიანი ჩადის დღეში იქ, რომ აი ამ კონკრეტულ ადგილას, რომელსაც ეხლა თქვენ ხედავთ კაცში განიბანოს და კარმისგან გათავისუფლდეს, გზაში გავიგეთ მუსიკის ხმა და შემთხვევით აღმოჩნდით ინდურ ქორწილში. მეორე დღეს რაც მოხდა, ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სასწაულია, რაც ჯერ კიდე გადამხდენია. გავიღვიძეთ დილის 4 საათზე, იმიტომ რომ მზის ამოსვლას უნდა შევხვედროდით ტანჯაპურის ტაძარში. Cheers, 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 cheers. აბა ჩაი. ჩაი. ოღონდ ამაში ჩაი. აბა ვისურნაი. არა, ჩვეულებრივი ჩაი არა. ჩაი მოდიოდა ლაპარტი. ეს რა არის? კაია. It's good. Yes. It's good. I was waiting worse. Okay. სამასი კიბე უნდა ვიდეთო. არ დაიწყო დათროთ. არა, ხო.
შეხარ ფეხ გაუხსა. მე ისინი ვალაგია ხაშკრად. არა, მოვიდა საბაჭო. რომელი საათია გიო? ვიცით როდის ამბობს. აგვიანებს? ახავარი. არა, არაკილი აქვს. რეგელი არა. Datxits არა ჭა? ერთი მამა მეც. ალე, შენი მასკიეც დიცა. ეს იმენა მაიკოს მოფინიერებულია, მე არ მოცეს. ისე და მოდი ჩემთან. ზე მაიმუნო. ზე პატარა ჩუჩუტო. უკან. ო, კარგი. უი დაგი ვარ და ეგრე არა. არ შეგახდეს ეს დიდია. რატო უნდა შემახტეს? ეს როგორია რა? მართლა სანამ ტაძარში ახვალ უნდა აიარო 300 კიბე. კიბეებზე ავლაც ითვლება კარმისგან გათავისუფლებად. კუნჯაპურის ტაძარს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის უკავშირდება დედა შაქტის, ქალღმერთი პარვატის ისტორიის ნაწილს. ლეგენდის თანახმად პარვატი თავის წინა ცხოვრებაში ცნობილი იყო როგორც სატი, ღმერთი შივას ცოლი. სატის მამა იყო მეფე დაგშა და მას არ მოსწონდა მისი სიძე. ერთ დღეს გამართა მსხვერპლშეწირვის ცერემონიალი დიდი, სადაც თავის სიძე არ დაპატიშა. იქ მივიდა სატი და გაიგონა, რომ მის ქმარს შივას მოიხსენიებდნენ აუგად, ამაზე ძალიან გაბრალზდა და მოკლედ თავი დაიწვა. ეს შივამ გაიგო, მოვიდა ამ ცერემონიალზე, მისი უსულო დამწვარი სხეული გადაიდო მხარზე და დაიწყო დამანგრეველი ცეკვა. ეს დამანგრეველი ცეკვა ისეთი ძლიერი შეიძლება აღმოჩენილიყო, რომ სამყაროს განადგურებამდე მივიდა. სხვა ღმერთები ჩაირიან ამ პროცესში და ვიშნუმ სატის სხეული ნაწილები დაჰყო. შივა შეუცერებელი მოგზაურობის დროს სატის სხეული ნაჭრებად იშრებოდა და ინდოეთის სხვადასხვა ადგილებში ვარდებოდა. ამბობენ, რომ შივა ჰიმალაისკენ მიმავალ გზაზე სწორედ კუნჯაპურის ადგილს ჩაუვარა და იქ ჩამოვარდა სატის მკერდი, ანუ ზედანაწილი და ამან გამოიწვია კუნჯაპურის ტაძრის წარმოშობა. ჩამოვედით მთიდან და იმავე დღეს ჰქონდათ დაგეგმილი წასვლა ვაშიშტას გუფაში.
ეს არის უძველესი კლდეში ნაკვეთი გამოქვაბული, რომელიც მდებარეობს განგის მარცხენა ნაპირზე. ცნობილია როგორც დიდი ბრძენის ვაშიშტას მედიტაციის ადგილი. მისი გამოქვაბულიდან ძალიან ახლოს არის მეორე გამოქვაბული, რომელშიც ამბობენ, რომ მისი მეუღლე არუნდატი მედიტირებდა და ორივე იქ ეწეოდნენ ასკეტურ ცხოვრებას. Only one sadhu, original sadhu. Sadhu who do tapasya, who do the tapasya. One sadhu I have seen original. What is sadhu? We don't know what is sadhu. Sadhu who do meditation. წმინდა. Only Who do original meditation? Who knows meditation? It's like, I don't know how it's meditation. I have seen only one sadhu out of 6 years, 7 months. All are fake babas. Bum bum. Don't smoke this one. This nasha. Oh, yeah. Your buddhi will not control. You will become vinash. You will destroy. არ მოწიოს, თორე დაინგრევით. No, not ganja. Avoid drinking alcohol. You read whenever you get time. You read the text of the gurus. Try to read the gurus text. Paramahamsa gurus. Then you will get the tejas. Vishwamitra Guru Maharaj has told that Om Boo. Wake up slowly. Bhuva Swaha Taswar Viturya Venyam Vargo Devasya Dhimai Diyo Yona Prachodaya. And even Upanishad says Omkaram Bindu Samyutam Nityam Kamadam Omkaraya Namo Namaha. This is all same. ეს ადგილი არის ზუსტად ის ადგილი, სადაც გეუბნებოდით, რომ ჩემი აზრით, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საოცრება მოხდა თქო. მივედით ამ ადგილას და ალბათ გახსოვთ, რომ მე ძალიან ცუდად ვარ, ისევ თავი მაქვს გაბრუებული, ვერაფერს ვერ ვგრძნობ, არაფერი არ მესმის, თითქმის ხალისი აღარ მაქვს უკვე საერთოდ არაფრის. და მივედით გამოგვაბულთან, შევედით, როდესაც დავიჯექი, იცით როგორი შეგრძნება მქონდა, დენს რომ შეგიერთებენ და მთელი სხეული გიბჟუის, მთელი მედიტაციის დროს მქონდა ასეთი შეგრძნება, რომ მიბჟუო და მოკლედ გამოვედი გამოქვაბულიდან და როდესაც გამოდიოდი პირდაპირ კიბეები იყო და მე მდინარე განგი ჩამოდიოდა. დავჯექი ამ კიბეებზე და ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, თანამეგზურმა ანიმ მკითხა, რომ კარგად ხარო? მე ვუთხარი, არ ვიცი თქო, როგორ ვარ თქო. და მომინდა რომ ესე ჩემ თავს ჩავხვდებოდი, შემოვხვიე ხელები საკუთარ თავს და როდესაც ავდექი, არ ვიცი რატომ და არ ვიცი საიდან, მაგრამ წამომივიდა ცრემლები თან და ვიგრძენი ძალიან დიდი სევდა, რომელიც ჩემში იყო შიგნით. არასდროს მსგავსი არაფერი არ მიგვწნია და ვტიროდი. ჩემ მასწავლებელმა ალექსანდრემ დამინახა და მკითხა, რომ ხო კარგად ხარო და მე ვთხარი არ ვიცი მეთქი. და ამაზე კიდევ უფრო და მეტი ცრემლი წამომივიდა და ვუთხარი რომ განგთან მინდა დაიჯდომა თქო. ჩავედი ნაპირას და ვიჯექი განგთან, ვტიროდი. ძალიან ბევრი ვიტირე. რაღაც დიდი სევდა გულზე, სხეულზე, გონებაზე, ყველაფერზე მომაწვა. შიგნიდან მომინდა რომ განგში ჩამეყო ხელები. ჩავყავი ხელები და თან ვტირი და ვხვდები რომ ცოტათი მშვიდდები. ამოვყავი ხელები და ისევ ძალიან ბევრი ცრემლი წამომივიდა და კიდევ ვერ ვჩერდები, ისევ ჩავყავი და ნელ-ნელა მშვიდდები. ამ დამშვიდებასთან ერთად ხვდები რომ განგს ვუწყებ ლაპარაკს. არ ვიცი ეს წყალს გაატანე ფენომენი იყო თუ მართლა განგის ძალა იყო, მაგრამ ველაპარაკები განგს, ველაპარაკები არ ვჩერდები. მე რაღაც მომენტში მივხვდი რომ ერთ და იგივეს ვეუბნებოდი, უკვე ერთ და იგივე სიტყვას ვიმეორებდი და მივხვდი რომ აბსოლუტურად დამშვიდი. ხოი საოცრება, საერთოდ არაფერი აღარ მაწუხებდა. არანაირი გაბჟუება, არანაირი ტკივილი, ყველაზე სუფთად და ყველაზე ბედნიერად ვიგრძენი თავი. თითქოს
რაც კი ლოდი მქონია ცხოვრებაში ყველაფერი მომეხსნა, აბსოლუტურად ყველაფერი მომეხსნა. თითქოს თვალები თავიდან გავახილე. თითქოს რაღაც აპკი მქონდა მოხვეული, რომელიც გაირღვა და ყველაფერი თავიდან გაიხსნა. ჩემ თავსაც რო ვუსმენ, როდესაც ესეთი ისტორიებს ყვები გარედან, მგონია ცოტა დაუჯერებელია ეს ყველაფერი, მაგრამ ნამდვილად მე გადამხდა და ნამდვილად ჩემი ისტორიაა და მართლაც საოცარი იყო. არ ვიცი, იმ დღის შემდეგ თითქოს სულ სხვა თვალებით გამოვიხედე და სულ სხვანაირად ვუყურებ სამყაროს და ყველაფერი თითქოს ბევრად უფრო კარგია ვიდრე აქამდე იყო და მართლა რაღაც დიდი სევდის აპკი, რომელიც 31 წლის განმავლობაში მომყვებოდა თითქოს გაირღვა და ეს ყველაფერი ახლა მე შიგნით აღარ მაქვს. That was incredible. Good quality. Good quality. Best price. არა. მაქსიმალურად გავაწურინოთ გახდა. და ჩასვა? ხადმინჯრებით აღარ ჩავა დაელოდეთ. დაგვალოდება კაცო ვერ არა, ბაბა, ბევრი შემოსასვლელი. ამიტომ ვიტყვი, რომ რიშიკეში მართლა საოცრებების ქალაქი არის, ჩემთვის ესე იყო. ალბათ მეც მზად ვიყავი მაგ ყველაფრისთვის. ყველა ვინც ვიყავით ადამიანები 20 კაცი, ყველა აღნიშნავდით, რომ
როცა რაღაცას გავიფიქრებდით, რომ გვინდოდა მოვიხედავდით და იქ ხვდებოდა ზუსტად და ყველას ქონდა ეს შეგრძნება. ყველანი ძალიან მშვიდად ვიყავით და აუცილებლად უნდა ვთქვა ამ 20 ადამიანზე, რომ ყველა რაღაც ნათელი ვარსკვლავივით არის და ალბათ როგორც უნდა იყოს სოციუმი ზოგადად, ეს იყო საოცნებო სოციუმი, ეს იყო ეს 20 კაცი ერთად, რომლებიც ვიყავით და ყველა ერთმანეთზე ზრუნვა და ვინმეს თუ რამე არ ქონდა იმ წუთას დახმარების ხელი გაწუდენილი იყო, ვინმეს თუ რაღაც უჭირდა, ვინმეს თუ საუბარი უნდა და ვინმეს თუ ჩახუტება უნდა და ყველა მზად იყო ერთმანეთში, ერთმანეთის დასახმარებლად და უდიდესი სიყვარულით რეალებდა ჩვენს გარშემო და მთელი გულით ვისურვებ, რომ ზოგადად ადამიანები ასე ვექცეოდეთ ერთმანეთს, როგორც იქ ვექცეოდით ჩვენ ერთმანეთს. მართლაც ეს არ არის უბრალოდ მოგზაურობის ისტორია, ეს არის ჩემი ისტორია, რომელმაც მე ძალიან შემცვალა. და დამანახა როგორ შეიძლება ქაოსშიც იყო ბედნიერი და რეალურად რას ნიშნავს ბედნიერება და რა ის რასაც ჩვენ ბედნიერებას ვეძახით და ვგონია რომ ბედნიერება არის. ამიტომ მადლობა იმ დუეტს, მადლობა თითოეულ იმ ადამიანს ვინც იქ იყო და ჩემი ეს პატარა ისტორია დაწერა ჩემთან ერთად, ჩემს პატარა ისტორიაში მიიღო მონაწილეობა, გაალამაზა ეს ისტორია. და ვიცი რომ ამით ჩემი ინდოეთი გაიხსნა და ამიერიდან ძალიან ბევრჯერ ვიმოგზაურებ ინდოეთში. Namaste.